სამი დღე სტამბოლის მასშტაბური ტერაქტიდან დამნაშავეთა ვინაობა ჯერ ისევ არ არის დადგენილი. ოფიციალური ანკარა ისევ არადასტურებს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებულ ახმედ ჩატაევთან რაიმე კავშირი აქვს. პარალელურად ქვეყნის მასშტაბით ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. დაკავებულია კიდევ 11 ადამიანი, რომლებიც 28 ივნის მოწყობილ ტერორისტულ აქტთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ბოლო მონაცემებით რატი ხვისტანი სტამბოლიდან. ანტიტერორისტული რეიდები თურქეთში გრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა კიდევ 11 ადამიანი დააკავეს. ისინი ათათურქის აეროპორტზე განხორციელებულ ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები. დაკავებულებს შორის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. მათ ახლა პოლიციელები კითხავენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე ისევ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია. არსებობს მხოლოდ რამდენიმე ვერსია. დღესაც ყველა თურქული გამოცემის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის წინ სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტია. გაზეთი კარარი აქვეყნებს საინტერესო სტატიას და პირველ გვერდზე გამოაქვს აჰმედ ჩატაევის ფოტო. ამ სტატიაში ნათქვამია, რომ აჰმედ ჩატაევი შესაძლოა ყოფილიყო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მონაწილე. შეგახსენებთ, რომ აჰმედ ჩატაევი რამდენიმე წლის წინ საქართველოში იხდიდა სასჯელს და ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ ვერსიას თურქის სამართალდამცავები არ ადასტურებენ, რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ამ ტერაქტების ორგანიზატორები. თურქის სამართალდამცავების ინფორმაციით სავარაუდოდ ტერაქტი ეგრეთ წოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ მოაწყო. ჩატაევის თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტში საქართველოს ციხიდან გათავისუფლებული აჰმედ ჩატაევის მონაწილეობაზე სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია. გამოძიება არ არის დასრულებული. ნებისმიერ შემთხვევაში რანაირადაც უნდა დასრულდეს გამოძიება, ტერორისტი ვინც არ უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს. ამიტომ აქ წინასწარი ბრალდებები და სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი. ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს არც საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი. მე ვნახე ეს ინფორმაცია როგორც თურქულ, ისე ქართულ მედიაში, მაგრამ ოფიციალურად ჩვენ არ შეგვიძლია ამის დადასტურება. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ ვცდილობთ აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირებას. თურქეთში ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების მიუხედავად ქუჩებში არ იგრძნობა განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება. მაგალითად, ყველაზე ხალხმრავალი ისტიკლალის ქუჩა ჩვენ ისე ამოვიარეთ, რომ არც ერთი პოლიციელი არ შეგვინიშნავს. ამის მიუხედავად მოსახლეობა ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ცხოვრება ისე, როგორც ამას ტერაქტამდე ვაკეთებდით. ჩვენ არ უნდა ვაგზნობინოთ, ბოროტ მოქმედებს, რომ მათ რამეს მიაღწიეს. მჯერა, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა იციან, რას აკეთებენ. მათ უკვე დააკავეს ამ ტერაქტის რამდენიმე ორგანიზატორი. ათათურქის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი იზრდება. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 44 ადამიანი, ათობით დაშავებულია. 54-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.